მოგესალმებით Board Games Corner-იდან. დღეს წარმოგიდგენთ სამაგიდო თამაში Dixit-ის ვერსიების განხილვას. განვიხილავთ კლასიკურ Dixit-ს, Dixit-ის ახალ ვერსიას, Dixit-ის რეპლიკას და Dixit Odyssey-ს. Dixit-ის კლასიკურ ვერსიაში გვაქვს თამაშის წესები, ტოკენები, რომლის საშუალებითაც ვაძლევთ ხმას კონკრეტულ კარტს, ბორდი და ხის კურდღლები, სადაც ვიწერთ ქულებს და ასევე არის ზოგადი მიმოხილვა წესების და 84 კარტი. Dixit-ის ახალ ვერსიაში გვაქვს წესები და უკვე ტოკენების ნაცვლად ხმის მიცემას ვახდენთ ამ რიცხვების მაჩვენებლებით, რომელსაც ამოტეხვის შემდეგ ააწყობთ და გამოიყურება ესე. აქ შეგიძლიათ თქვენთვის ასურველი რიცხვი მონიშნოთ და ამით მიცემთ ხმას. ეს ძველებურ Dixit-ს ბევრად ჯობს, იმიტომ რომ ტოკენები ადვილად იცვითებოდა და მინიმუმ ერთი ტოკენი მაინც თუ იცნობოდა, უკვე თამაშს აზრი აღარ ჰქონდა და გარდა ამისა, უფრო მარტივად ხდება კონკრეტული ხმის მონიშნა და ამ ქულების გამოვლენა. ასევე გვაქვს ბორდი, რომლის დიზაინიც ბევრად ლამაზია ჩემი აზრით და ბორდზევე დანომრილი არის კარტები. ცოტა პრობლემური იყო კარტების გადანომრვა, იმიტომ რომ რაღაც მომენტ შეიძლება მოთამაშე იფიქრა, რომ მაგალითად მე-3 კარტს აძლევდა ხმას, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კარტი იყო მე-4 და მან ცოტა შეცდომები ხდებოდა ხოლმე, ამ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მოხდება, იმიტომ რომ რიცხვები ბორდს ისედაც თვითონვე აქვს. ასევე მოცემული არის წესების მიმოხილვა, რომელსაც თუ წესები დაგავიწყდათ, მარტივად გაიხსენებთ. გვაქვს ხის კურდღლები და 84 კარტი. Dixit-ის რეპლიკა, Dixit-ის კლასიკური ვერსიის ანალოგია, უბრალოდ შედარებით დაბალხარისხიანი ვერსია. აქ გვაქვს წესები, ტოკენები, რომლითაც ვაძლევთ ხმას, ბორდი, რომელიც ცოტა განსხვავებული ფორმის არის და ცალკედ შეგიძლიათ დადოთ ყუთის გარეშე, კურდღლები, რომელიც ხის არის და ისევ 84 კარტი. გასათვალისწინებელია, რომ ყველა Dixit-ის კლასიკურ ვერსიაში ეს 84 კარტი ერთი და იგივეა, განსხვავებული არის მხოლოდ Dixit Odyssey-ში. Dixit Odyssey Dixit-ის 12 კაციანი ვერსია. აქ გვაქვს თამაშის წესები, უკვე ტოკენების ნაცვლად მოთამაშეებს ეძლევა საკუთარი დაფები, სადაც 1-დან 12-მდე რიცხვებია და როდესაც თქვენ სასურველ კარტს აიღებთ, ამ მაჩვენებლებს შესაბამის რიცხვში ანთავსებთ. ასევე გვაქვს ბორდი, რომელიც ესე ფაზლივით იწყობა, 1-დან 30-მდე აჩვენებს ქულებს, კურდღლები და 84 კარტი, რომელიც განსხვავებულია კლასიკურ ვერსიაში არსებული კარტებისგან.